გამარჯობა, მე მაშო ვარ და გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. ალბათ უფრო იმისთვის, რომ მე შევაჯამო ჩემი ესპანეთში გატარებული 3 წელიწადი, ვინაიდან ჩემ უნივერსიტეტში შეგვიარი რომ 3 წლის მერე რეალურად ესადეს, ანუ ჩემ უნივერსიტეტს ამთავრებ და მე 1 წლის განმავლობაში ჯერ 1 სემესტრი მიდიხარ გაცვით პროგრამაზე, შემდეგ 1 სემესტრი უნდა იმუშაო და მე უკვე ოფიციალური graduation-ს არის. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემი ეს თავარი ესადეს თავგადასავალი დასასრულს მივახვალ და ამ ვიდეოში მინდა ვისაუბრო 10 ასე ვთქვათ, ჩემს პატარა learning-ზე, რაც ვისწავლე და რაც გამოვცადე, რაღაცნაირად შევაჯამო ჩემი აკოფნის პერიოდი. YouTube-ზე ვიდეოს იმიტომ ვტვირთავ კიდე, რომ ჩემი მოსწრებით არის ძალიან კომფორტული იმ ხრივ, რომ მართლა ის ნახავს, ვისაც აინტერესებს. მაშინ დავიწყებ მე ჩემი პატარა learning-ების yapping-ს, ანუ ამდენ ინგლისურ ტერმინოლოგიას რო ვხმარობ და ტერმინს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ იდეაში ვიცი რომ ბოდიშს მოსახდელი არ არის, მაგრამ მაინც ანუ ჩემი კომუნიკაციას ამარტივებს და ვინაიდან უკვე 3 წელია მართლა ძალიან საერთაშორისო გარემოში ვარ, შიგადაშიგ მომიწევს ხოლმე ინგლისური სიტყვების გამოყენება, რომ რაღაცები თუნდაც უფრო მარტივად ავხსნა. პირველი, რაც ვისწავლე არის ის, რომ გარდაუვალია, რომ შეცდომები არ დაუშვა. 3 წელიწადია, რაც გადმოვედი მარტო დამოუკიდებლად საცხოვრებლად ბარსელონაში და პირველი წელი იყო ყველაზე რთული, იმიტომ რომ მომიწია ადაპტაცია. ოღონდ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. არასდროს არ ყოფილვარ ინტროვერტი და პირიქით მუდამ ექსტროვერტი ვიყავი და მუდამ სრულ ადამიანთან მქონდა კომუნიკაცია, ბევრი მეგობარი, მოკლედ ბევრი სხვადასხვა social setting-ი ასე ვთქვათ. თუმცა აქ რომ ჩამოვედი, არ ვიცი ადრინდელი ვიდეოები მე დოხოლმე და არ ვიცი რამდენი იცით, მაგრამ მოკლედ ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ზედმეტად ვიყავი ფოკუსირებული სწავლაზე, იმიტომ რომ სრული დაფინანსები თუ არ აქვს და სულ მეგონა პირველი წლის განმავლობაში რომ თუ ჩემი დროის 100%-ს არ დავუთმობდი სწავლას, ან ამ დაფინანსებას სკოლაშებს დავკარგავდი, ან არ ვიცი საკმარისად არ იქნებოდა ჩემგან ის willingness-ი რომ მაქსიმალურად გამომეყარებინა ჩემი შესაძლებლობები და მოკლედ მაქედან გამომდინარე ძალიან ჩავიკეტე სოციალური ასპექტით. და უკვე პირველი სემესტრის მერე რა თქმა უნდა დავიწყე ჩემ mindset-ზე მუშაობა და მივხვდი რომ ძალიან უაზრო გადაწყვეტილება იყო ის რომ სოციალიზაცია არ მჭირდებოდა და უაზრო გადაწყვეტილება იყო ის რომ არ ვიყავი მიმღებლური სხვების მიმართ. იმის მიუხედავად რომ მუდამ მართლა ვიყავი საკმაოდ მიმღებლური, ან საკმაოდ open minded. მაგრამ აი აქ რომ ჩამოვედი რაღაცა არ ვიცი რატო გადავწყვიტე და რატო მოხდა ესე, მაგრამ მოხდა ეგრე რომ თავიდან ძალიან ჩავიკეტა. ეს იყო პირველი ჩემი შეცდომა, ასე ვთქვათ. ზოგადად არაფერზე არ ვიძახი ხოლმე რომ ნანობ, ან რომ შევცვლიდი რაღაცას, იმიტომ რომ ჯერა რომ ყველაფერი ისე ხდება როგორც საჭიროა. მაგრამ აი მაინც ეხლა რომ უკან მიხედები, შეიძლება რომ დაერქვას ამას ჩემი შეცდომა იმ გაგებით, რომ უფრო მეტად შემეძლო სიუნების მიღება ჩემი გარემოსგან და შესაბამისად, როცა ადამიანებს არ ვეხსნებოდი, დავუშვათ ადამიანების გარეთ შემეძლო მიმეღო მესწავლა სხვებისგან და ასე შემდეგ, ეგ ყველაფერი ცოტა გადავდე. ეს პირველი პატარა თუ დიდი, არ ვიცი პატარა თუ დიდი, მაგრამ პირველი შეცდომა თუ შემიძლია რომ დავარქვა, შეიძლება იყოს ეს. მაგრამ როდესაც ვიძახი რომ გარდაუვალი შესაბამის დაშვება, ამაში მხოლოდ ამ მაგალითს არ გვგულისხმობ და მხოლოდ ამიტომ არ ვლაპარაკობ. ზოგადად ახლა აქ რაც ჩამოვედი, რა თქმა უნდა, იმდენ ასე ვთქვათ, განსხვავებულ უნარს მოითხოვს ადამიანისგან, რომ სწორად ადაპტირდა, რომ სწორად მოხდა სიტუაციებში, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო, რომ თითქმის გამორიცხულია, რომ შეცდომა არ დაუშვა. ეს ზოგადადაც ეგრე არის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ იმიტომ, რომ მარტო ვცხოვრობდი და საზღვარგარეთ წამოვედი და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, ისედაც ზოგადადაც გარდაუვალია შეცდომების გარეშე ცხოვრება, თუმცა შეიძლება იმიტოც, რომ ჩემი მნიშვნელოვანი წლები აქ გავატარე, კიდევ უფრო მეტად უკავშირდება მარტო ცხოვრებას, საზღვარგარეთ ყოფნას და აი ამ დიდ exposure-საც საერთაშორისო ადამიანები, ასე მოკლედ, ხალხებით კულტურულად განსხვავებულ ადამიანებთან გიწევს ურთიერთობა. გამორიცხულია, რომ შეცდომები არ დაუშვა. შეცდომების დაშვება მხოლოდ არ მიეკუთვნება იმას, რომ სხვა ადამიანებს ხვდები. იმასაც მიეკუთვნება, რომ მუდამ ვიზრდებით. მით უმეტეს მარტო ცხოვრების განმავლობაში
დამოუკიდებლობა გადადის next level-ზე, ანუ ესე რომ ვთქვათ, და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გეკისრება. შესაბამისად, მეტი პასუხისმგებლობა როცა გაქვს, მეტი ექსპერიმენტაციაც გიწევს და შესაბამისად, ოდნავ უფრო იზრდება რისკი, რომ შეცდომები დაუშვა, მაგრამ გულწრფელად ვფიქრობ, რომ შეცდომები გადასარევია. იმ ხრივ, რომ შეცდომები იმისთვის არის, რომ დავუშვათ და შემდეგ ამ შეცდომებისგან ვისწავლოთ. იმიტომ რომ თუ შეცდომებს არ დავუშვებთ, ჯერთი არ მჯერა, რომ ეგ არსებობს, მაგრამ რაც მეტ შეცდომას დავუშვებ, მით მეტად მალე ისწავლი რაღაცებს ყოველთვის ჩემი გამოცდილებით და ჩემი ეხანდელი გადმოსახედით ზუსტად ეგრე არის. მახსოვს ერთხელ ზუსტად ვინ, მაგრამ მოკლედ ეგეთ რაღაც თქვა, რომ თუ გეცოდინებოდაო, რომ რაღაც შენი გამარჯვება 26 ფეილის მერე მოდისო, ხო ეცდებოდი, რომ ძალიან მალე და ბევრჯერ დაფეილებული ყავიო, რომ მალე მიხვიდა შენ გამარჯვებამდე. ცოტა ალბათ ეგ მენტალიტეტიც მაქვს, რომ კარგია შეცდომები, არ აუშავს და we decide how we come out of it. სხვათა შორის ბევრს ეშინია შეცდომების და გულისხმობ იმას, რომ იმდენად შეპყრობილები ვართ, მათ შორის მეც, იმიდეით რომ ვიყოთ იდეალურები, რომ იმიდეით რომ ვიყოთ ესეთები, გვეშინია შეცდომების დაშვების. რომ ან ჩვენ თავის perception არ დავკარგოთ, ან სხვის თვალში არ შეგვეცვალოს ჩვენი ასე ვთქვათ რეპუტაცია თუ როგორ წარმოადგენს ჩვენ თავს სხვებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ბევრი სხვა მიზეზია, რატო შეიძლება გვეშინოს შეცდომის დაშვების. და ალბათ მაგისგან უნდა გამთავისუფლდეთ. ოთხოში მე მაგას ვთვლობ, რომ შეცდომები უნდა დავუშვათ საკუთარი თავისთვის და შეცდომების დაშვების შიშით ალბათ უფრო დიდი ხანი ვიქნებით უკან, ვიდრე საჭიროა რომ ვიყოთ. ჩემთვის მნიშვნელოვანი ალბათ მიგნება, რომ პირიქით არ უნდა გვერცხვენოდეს ამ შეცდომების. We have to embrace it to the fullest. ვიგრძნოთ ამ შეცდომები და გადავწყვეტოთ, ოკეი, რას ვსწავლობ ამ შეცდომისგან. და შემდეგ უკვე ამ შეცდომის შემდეგ გავაწყვეტოთ, როგორ გამოვასწორებ სიტუაციას, ან როგორ განვაგრძობთ ცხოვრებას და როგორ გზებს ავირჩევთ. ყოველთვის რასაც მე ვაკეთებ ჩემ თავთან ურთიერთობაში არის ის, რომ ნებისმიერ ემოციას, რასაც განვიცდი, I embrace it. არ გავურბივარ, იმიტომ რომ at the end of the day, we just have to go through it, we just have to experience those things. და ამიტომ სულ როცა რაღაც ეგეთი ხდება, რაც დისკომფორტში მაგდებს, ვიძახი რომ ანუ პროცესის ნაწილია, ვერ გავიქცევი ამ დისკომფორტს, იმიტომ რომ that's just life, it comes. და მე გადავწყვეტ ახლა ამ შეცდომის მერე, თუ ამ პატარა ნაწილის მერე რა მოხდება, როგორ მოვიქცევი. სწორედ ამას ებმის ჩემი მეორე მთავარი მიგნება 10-დან და ეს არის ის ფაქტი, რომ შენ არ ხარ ის, რაც გადაგხდა. და ამის გააზრება სხვა შორის ძალიან რთულად მომიწია მე, იმიტომ რომ ისევ და ისევ შეცდომთან დაკავშირებით რაღაცა შეცდომა რაც დამიშვია, ხანდახან მარტივია, რომ შენ თავი განსაჯო ამ შეცდომის გამო, ძალიან მარტივია, რომ არ აპატიო შენს თავს რაღაცები და ზოგადად მით უმეტეს ჩვენს გარშემო სოციუმი მიდრეკილია იმისკენ, რომ რაღაცებს სახელი დაარქვას. ეგრეთ წოდებული labeling-ი. და შესაბამისად, ზუსტად მაგიტო გვეშინია ამ შეცდომების დაშვების და თუნდაც რაღაცებისგან თავის არიდები, იმიტომ გვინდა რომ ვერიდებით ამ labeling-ს, რომ არ გვინდა რომ მაგვეკრას რაღაც სახელი, რომ არ გვინდა რომ ჩვენ თავზე შეგვეცვალოს თუნდაც წარმოდგენები და არ ვიცი, სხვა კიდე ბევრი მიზეზი, უბრალოდ things happen, we have to experience it. ზუსტად იმას ვიმეორებ, რასაც აქამდეც ვიძახდი, რომ ეს ყველაფერი ანუ არის ჩვეულებრივად ჩვენი ჯონის ნაწილი, ჩვენი თავგადასავლის ნაწილი, ჩვენი ცხოვრების ნაწილი. და ნიშნულოვანია ის, თუ როგორ ვაგრძელებთ ჩვენ შემდეგ გზას. რაც გადაგხვდება, გვაბოროტებს თუ არ გვაბოროტებს. ვიღაცა როცულად მოგვექცევა საპასუხოდ, მე შურს ვიძიებ, თუ ავირჩევ, რომ მე ვიცოდე ჩემ თავთან, რომ მართალი ვარ, მე ვისწავლო ჩემი გაკვეთილი და გავაგრძელო. იმიტომ რომ ხანდახან მე მქონია ეგეთ შემთხვევა და ალბათ სხვებსაც, რომ როდესაც რაღაცები გადაგხვდება, იმისათვის რომ თითქოს ჩვენ თავს უთხრათ, რომ ხო, მე არ ვარ ის რაც გადამხდა, ვებძვით ხოლმე. ვებძვით სხვა გაგებით შეიძლება ის იყოს მუდმივი დისკუსია საკუთარ თავთან ან სხვებთან, შეიძლება ის იყოს
საკუთარი თავის იმ დონეზე დანაშაულება, რომ გავიწყდება, რომ შენც უბრალოდ ადამიანი ხარ. You're just a girl in the end, or a boy, whoever is watching me. რაღაც მომენტში, როდესაც ერთ-ერთი დიდი შესაძლებლობა დავუშვი ჩემს ამ დამოუკიდებლობის გზაზე, იყო ეგ, რომ მიუხვდარიყავი და დამეჯერებინა, რომ მე არ ვარ ის, რაც გადამხდა. დანარჩენი რაც შეიძლება ერთხელ შეგეშალა ან რაღაც არ გამოგივიდა, შემდეგ უკვე შენი გადასაწყვეტია და არჩევნის წინაშე იქნები. შეგვიძლია ძალიან ხშირად დავდგეთ ისეთი მოცემულობის წინაშე, რომლის წინაშეც აქამდე არ ყოფილვართ და ჩვენ თავი მაგ ასპექტში არ გაგვიცნია. და როდესაც მსგავსი სიახლეები ხდება და როდესაც მსგავს სიტუაციებში ამოყოფთ თავს, სადაც ჩვენი თავი აქამდე არ ყოფილა და არ ვიცით how we handle things და როგორ ვუდგებით ამ ყველაფერს, მაგ მომენტში მარტივია რომ დაიბნე და დამართნია ეგ და შესაბამისად როდესაც გავიაზრე რომ მე არ ვარ ის რაც მე გადამხდა ამოვისუნთქე, იმიტომ რომ მივხვდი ანუ არა უშავს მოხდა მე ვარ ისო მე და მე ვწყვეტ ვინ ვარ მე. მესამე ჩემი მთავარი მიგნება და რაც ვისწავლე არის ის რომ ყველაფერი იწყება შენგან. არსად არაფერი გეოდება, ყველგან თავად უნდა მიიტანო ყველაფერი. ისევ უკავშირდება ჩემს პირველ კურსს, როდესაც აქ გადმოვედი და როგორც ვთქვით, თავიდან რატომაც გადავწყვეტა რომ სოციალიზაცია არ იყო ჩემს ინტერესში და მე მომიწია რომ თავიდან გადამედგეს ნაბიჯები, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, მომინდა რომ მეგობრები მყოლოდა, მინდოდა რომ გავსულიყავი სხვა ადამიანთან ერთად და ჩვეულებრივი ანუ basic needs რაც გაგვეჩნია ადამიანებს, მივხვდი რომ მოვაკელი ჩემ თავს სწავლაზე ფოკუსით. ჩემი ერთ-ერთი მთავარი შეცდომა იქიდან გამომდინარეობდა ამ თემასთან დაკავშირებით, რომ ველოდებოდი რომ აქ ხალხი იქნებოდა ისეთი როგორც საქართველოში. არ იყო რეალური, მაგრამ ქონდა რა თქმა უნდა ლოგიკურად რაღაც წარმოდგენები ადამიანებზე, რაღაც ურთიერთობებზე, იქიდან გამომდინარე რომ ჩემი მანამდე გატარებული 18 წელიწადი საქართველოში ვცხოვრობდი და რა თქმა უნდა ჩამოყალიბებული მქონდა როგორც ყველას რაღაცა ჩვენი ნორმები, შეხედულებები რა როგორ უნდა იყოს და რომ ჩამოვენდა ეს ყველაფერი ესე არ დამხვდა. ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის მიღება. ამიცრუდა გული ალბათ და გადავწყვიტე რომ ეს არ იყო ის რაც ჩემთვის იყო. და მე უკვე როდესაც გადავწყვიტე რომ open minded ყოფილიყავი ჩემ გარემოსთან მიმართებაში და როდესაც გადავწყვიტე რომ მართლა ასეთ არაფერი არ მეუდებოდა და მე თვითონ უნდა მიმეტანა ყველგან ყველაფერი, მე უკვე გადავწყვიტე რომ მე შეცვლილიყავ, იმიტომ რომ აზრი არ ქონდა, ანუ რა თქმა უნდა რომ აქ არ დამხვდებოდა იგივე სიტუაცია როგორც საქართველოში და ისეთი ურთიერთობები როგორც საქართველოში მქონდა, იმიტომ რომ კულტურა სხვა არის, გაგება სხვა არის, რეალობა სხვა არის. შესაბამისად, მე უნდა შემეცვალა ჩემი თავი და ეგეც გავაკეთე. გავხდი მეტად უფრო open minded და მივხვდი რომ ანუ შეიძლება მე რაღაცას ვერ ვხვდები ამ წუთას, იმიტომ დიდი კულტურული სხვაობაა და შეიძლება არ გეთანხმები შენ რო ისე იქცევი ამას გულისხმობ საერთაშორისო international ხალხთან ურთიერთობასთან მიმართებაში. იმიტომ რომ ძალიან გამიჭირდა ეგ ნაწილი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვერ ვიგებ. ბევრ რაღაცას დღემდეც ვერ ვიგებ. იმიტომ რომ ანუ უბრალოდ სხვადასხვა კულტურული background-ი გვაქვს და რასაც მე არ გავაკეთებდი ის მათთვის ანუ ძალიან ჩვეულებრივი რაღაცა ან პირიქით, ხო? და მივხვდი რომ მაგას თუ ესე ჩავაფრინდებოდი, ვერასდროს ვერ წავიწევდი წინ ურთიერთობაში, იმიტომ რომ უბრალოდ ანუ უზარმაზარი friction იქნებოდა და მუდამ მაშინ უნდა ყოფილიყავი გაწამაწიაში, რომ ამენახა ეს რაღაცა ისეთი მხარეები, რომელსაც არ ვეთანხმები, რომელიც არ ზეს ჩემ კულტურაში და აი ამასთან ბრძოლაში გამეტარებინა და მე მივხვდი რომ ანუ აზრი არ აქვს. თუ მე რამე არ მომწონს, show them how they want to be. უბრალოდ ანახე მათ როგორი უნდა იყოს მეგობარი, ანახე მათ როგორი ხარ შენ და როგორი მოლოდინები გაქვს ხოთა მიმართებაში. და სწორედ ეს რომ დავიწყე, ჩემი თავის მეტად გამოჩენა და არა ის რომ ახლა დავაკვირდები მე ესენი როგორები არიან და აი თუ მომეწონა და თუ არ დაუშვეს ეს შეცდომები და თუ რაღაცა ესეთი დამოკიდებულება მქონდა, აი მე ავარჩევ მეგობრებს და მე რომ მივხვდი რომ ეგრე არ მუშაობს ცხოვრება, მივხვდი რომ ეს ოღონდ ანუ ამ წუთას კი მოკავშირებ ამ ყველაფერს აქ ყოფნას და აქაურ learning-ებს, მაგრამ პიტიაში that's also part of anything და every part of our lives. და მოკლედ რაღაც მომენტში გადავწყვიტე რომ ჩემთან მეტად გამომევლინა. მეტად დავიწყე პროაქტიულად ადამიანთან კომუნიკაცია, გეგმების აწყობა, ჩემ თავის დანახება და ყველაფერი შეიცვალა.
აბსოლუტურად ყველაფერი. დავიბრუნე საბოლოოდ ჩემი თავი იმ ასპექტში, რომ კი, დღემდე არის უამრავი კულტურული სხვაობა, დღემდე. მაგრამ რაც მოხდა არის ის, რომ first of all, I adapted, I changed and I blended. და რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ადაპტაცია გარდაუვალი იყო, იმიტომ რომ თუ არ ადაპტირდი, მაშინ სულ ჩარჩები და ვერასდროს ვერ შეიცვლი შენ რეალობას, გამორიცხულია. მერე უკვე რაღაც პერიოდის მერე, როდესაც ჩემს თავში ეს ცვლილებები განვიცადე, I blended. რაც იგულისხმება რაშიც იგულისხმება ის, რომ დღეს უკვე მეც აკავრობის სრული ნაწილი ვარ აკავრობის ნაწილი. რაც არ იყო ნამდვილად ესე დასაწყისში და ეგ ვისწავლე მართლა-ნათლად, რომ არსად, აბსოლუტურად არსად არაფერი არ გველოდება და მართლა ყველგან ჩვენ მიგვაქვს ყველაფერი თავად. ჩვენ უნდა შევიცვალოთ, იმიტომ რომ გარემოს მოვთხოვოთ შეცვლა ეს ყოველთვის ალბათ ეგრე არ არის და როცა საჭირო გამორემოსაც უნდა მოსთხოვო შეცვლა, მაგრამ იმისთვის რომ გარემო შეიცვალოს, შენც უნდა გაიგო შენი პატარა კომპრომისი. ალბათ ეგეც იყო ჩემი ერთ-ერთი learning, რომ ოკეი, მე შევიცვალე ცოტა. მე რო შევიცვალე და მე ჩემგან რო გავიცით შევიერგე და მე რო დავანახე, ოკეი, მე ეს შევიცვალე და ესეთი ვარ. მე ისინიც იცვლებიან, იმიტომ რომ ყველაფერი არის ჯამში ჩვენი გაცვლილი ენერგიები. და ეგრე მოხდა აქაც ჩემთვის ურთიერთობების ამბავში, რომ როდესაც მე გადავწყვიტე, რომ ჩემი ენერგიები გამეცვალა, მე უკანაც მივიღე. რაღაცნაირად მე გაიფილტრა ის ამბები, რასაც ვერ ვიგებდი დასაწყისში. რაღაცნაირად მე მნიშვნელობა დაეკარგა იმ კულტურულ განსხვავებებს, რომლებიც თავიდან ძალიან დიდი მეჩვენებოდა. და უცად ეგ იყო, თავიდან ძალიან დიდი მეჩვენებოდა, მე შევიცვალე, მივხვდი, რომ თუ მაგას მაგხელ მნიშვნელობას მივანიჭებდი, ვერასდროს ვერ მივიღებდი სხვა რეალობას, რომელიც მინდოდა რომ მივიღო სხვა რეალობა, რომ მინდოდა რომ ყოფილიყავი აკავრობის ნაწილი, მინდოდა რომ გამომცლოდა ის, რომ თავი ბოლომდე realize და აკავრობის ნაწილად მეკცრო და მოკლედ ეს შემინდა შევაჯამო ეს ყველაფერი. მეოთხე learning არის კულტურული ცნობიერება. ისევ და ისევ ამ ურთიერთობების ნაწილი არის ეგეც, რომ რეალურად ჩემი უნივერსიტეტი არის ძალიან საერთაშორისო უნივერსიტეტი. თითქმის ყველა ქვეყნიდან ყავს სტუდენტი და წარმოიდგინეთ უბრალოდ რამდენი სხვადასხვა კულტურა იყრის თავს ერთ ადგილას. ყველას აქვს სხვა გაგება, ყველას აქვს თავისი ძალიან უნიკალური და authentic way of presenting themselves და როგორებიც არიან. შესაბამისად, აქ გატარებულმა 3 წელიწადმა კიდევ უფრო მეტად open mind გამხადა ადამიანების მიმართ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან შენი მორალი დაკარგო, ან შენი ღირებულებები, ან შენი პრინციპები უბრალოდ უფრო სხვანაირად ვუყურებ სხვების არჩევანს, უფრო სხვანაირად აფასებ ადამიანებს. იმიტომ რომ that's the whole point. TikTok-ზე რო ტრენდი არის, that's the whole point and that's the whole point. To be a human being, that's the whole point, like just to be. არა აუცილებელი რომ ყველა ერთნაირი იყოს და პირიქით, ეგ არის ზუსტად მთელი ხიბლი, რომ არ ვართ ერთნაირები. და რომ შეგვიძლია ერთმანეთისგან ვისწავლოთ, რომ შეგვიძლია რომ ერთმანეთის განსხვავებულობით სიამოვნება მივიღოთ და სწორედ ეს შევძელი მე, რომ თავიდან რაც ზუსტად ჩემთვის წინააღმდეგობა იყო და წინაღობა, რომ აი სამდენი განსხვავებული ხალხი და რომ ვერ ვუგებდი და რომ მე უცნაურებოდა რაღაცები, შევძელი, რომ სწორედ ეს განსხვავებულობები შემესწავლა და ამითი სიამოვნება მიმეღო. და აი მაგალითად წელს განსაკუთრებით უკვე რომ ბოლო წელი მქონდა ეს ადრეში და ვიცოდი რომ that was it. სულ იმის awareness-ით ვცხოვრობდი, ეს ამ წლის განმავლობაში, რომ ეს განსხვავებულობები დამეიმბრეისებინა, რომ that's the whole point. And I loved it with my whole heart. საყვარელ და სასაცილო მაგალითების მოყვანას დავიწყებ. აი, მაგალითად იტალიელები. რო შეხვდები ორ იტალიელს, დანარჩენი იტალიელებიც ერთ-ერთი არიან. რა თქმა უნდა, ამას ხუმრობით ვიძახი, მაგრამ იმის თქმა მინდა, რომ ამუღამებ მე ამ კულტურას, sense გიჩნდება ფრანგები. მე რაღაცებს, რასაც ვერ იგებ კულტურულად, ამბობ, რომ ფრანგები არიან და იმიტომ. მაგრამ კი არ გაწუხებს. ან კი არ განსჭი, შეიძლება განსაჯო კიდეც, ეგეც არაა პრობლემა, მაგრამ that's just part of it. აი როგორც ქართველები რო ვართ. ბევრ საკითხში და იმიტომ რომ აი რაღაცებს რომ იმიტომ ვაკეთებთ, რომ აი ქართველები ვართ, სუსტად ანალოგიურია სხვა კულტურაშიც და თავიდან რომ ეს ყველაფერი მაწუხებ და მე აღმოჩნდა რომ ამ ყველაფრით დავიწყე ძალიან დიდი სიამოვნების მიღება და
ძალიან მომხიბვლელი იყო მაგის გააზრება, რომ კი აი შენ განსხვავებული ხარ, მაგრამ საინტერესო ხარ ზუსტად იმიტომ, რომ განსხვავებული ხარ. და მაინტერესებს შენ როგორ უყურებ სამყაროს და მაინტერესებს შენ რატო why you acting this way. რატო გამოხატავ შენ თავს ესე, ანუ not questioning them, it's just exploring them. ზოგადად შეიძლება ეს ჩემი ამბავი, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ადამიანები და სულ მაინტერესებს ხოლმე განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობა და მე ამ განსხვავებულობის დაკვირვება. მეხუთე learning რაც მქონდა არის ის, რომ არ არსებობს ერთი სწორი გზა. და ეს ეხება ყველას. საზოგადოებრივ ცხოვრება, არ ცხოვრება, ანუ უბრალოდ მგონია, რომ ჩვენი ასაკის სენი არის, რომ მგონია, რომ რაღაცები რაღაცნაირად უნდა ვაკეთოთ, რომ რაღაცები მივიღოთ. არ არსებობს ერთი დაწერილი რაღაცა სწორი და ამოხსენილი solution, რომელიც არის applicable ყველასთვის და ყველაფერთვის, ანუ გამორიცხულია პირიქით. That's the whole point. Again, that's life. Everyone has different journeys. ყველას ჩვენ თავგადასავალი გვაქვს. და იმიტომ რომ ზუსტად იმიტომ რომ ყველას ჩვენ თავგადასავალი გვაქვს, არ არსებობს ერთი სწორი გზა. და შეიძლება დღეს გეგონოს რომ სწორ გზაზე დგახარ და ხვალ საერთოდ სხვა გზა არჩიო. და პირიქით დღეს გეგონოს რომ სწორ გზაზე დგახარ და ხვალ მიხვდე რომ ზუსტად იქ ხარ უნდა ყოფილიყავი. ასევე იმიტომ რომ pressures გზნობთ, თუნდაც ეციმისგან, თუნდაც საკუთარ თავებისგან იმასთან დაკავშირებით რაღაცებს მივაღწიოთ, ვცდილობთ ხოლმე რომ მაგალითად ავიღოთ სხვებისგან და გავიღოთ სხვების footsteps. რაშიც ცუც ვერაფერს ვერ ხედავ. მგონია რომ ეგეთ არაჩვეულებრივია, როდესაც მიყვებით სხვების ნაბიჯებს, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ მაგ დროს გვახსოვდეს ვინ ვართ ჩვენ და რომ we do it our way. ჩვენ ჩვენებურად გავაკეთებთ. მე შეიძლება ინსპირაცია შენგან ავიღო და мотиваცია შენ იყო და мотивაციის წყარო შენ იყო, მაგრამ I'll do it my way. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემ თავს არ შეგადარებ შენ და არ შევადარებ სხვებს. შენაც გააკეთე მომწონს, ჩემთვის მაგალითია, გავიმეორებ, მაგრამ ყოველთვის მე მახსოვრება, რომ თუ ისე არ წავიდა ყველაფერი როგორც შენთვის, that's fine. ეს ჩემი გზაა და I'll do it my way. მეექვსე არის ის, რომ თუ შენ რაღაც დანახვა შეგიძლია რომ ეგ რაღაც გააკეთო. მაგის ყველაზე ნათელი მაგალითი არის ის, იმის გარდა რომ აქ როცა ჩამოვედი ერთი წლითად გადავწყვიტე რომ საზღვარგარეთ მივიდა სწავლა და ეგ ყველაფერი გამომივიდა. არ და იმ მომენტში შეუძლებლად მიმაჩნდა, იმიტომ რომ სრული დაფინანსება მჭირდებოდა, იმიტომ რომ ესა და ასე შემდეგ. თუმცა ყველაზე recent მაგალითად რაც შემიძლია თქვა არის ის, რომ მოკლედ ამ ზაფხულს ვაკეთებ ერთ ძალიან მნიშვნელოვან სტაჟირებას, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ვიშრომე, რომელიც არის ძალიან competitive და აპლიკანტების სულ რაღაც 1% ხდება ამ პროგრამებზე. შესაბამისად, იმდენად რთული იყო და იმდენად მიუღწევლად ჟღერდა რა არის კიდეც, ანუ მიუღწეველი არ არის, მაგრამ საკმაოდ რთული არის მოკლედ, რომ მარტივი იყო, რომ შემშინებოდა და ჩემ გარშემო ძალიან ბევრს შეეშინდა, თავის თავდაჯერებლობა არ ყოფნიდა მახსოვს, რომ ამ პროგრამაზე როდესაც მე ვაგზავნიდი აპლიკაციებს, ასევე ჩემ გარშემო ძალიან ჭკვიანი და ძალიან deserving და არაჩვეულებრივი ადამიანები თავის ეჭვის ქვეშ აყენებდნენ და არა მაშინ ხა შენ ხარ და მე არ გამომივა და ანუ იმიტომ არ გამოგივა, რომ ეგეთი მენტალიტეტი გაქვს. მხოლოდ ეს არის პრობლემა რეალურად, იმიტომ რომ ჩემი იდენტობის ასევე საყვარელი ნაწილი, ჩემ თავში რაც მართლა ძალიან მიყვარს, არის ის, რომ თუ რაღაცას გადავწყვეტ და მომინდება, იმდენად გულით მჯერა, რომ წინაღობას ვერ ვხედავ. ვხედავ მიზანს, ვხედავ ოცნებას და მივყვები რითიც შემიძლია. ან თუ არ გამოვა, მე უკვე სხვა ამბავია. და that's also okay. ანუ ყოველთვის მახსოვს, რომ შეიძლება არ გამოვიდეს, მაგრამ იმ მომენტში, როცა მე მაგის ვიბრძვი, მაგას ვივიწყებ, რომ არ გამოვიდეს. ამ შემთხვევაშიც ეს ჩემი ძალიან competitive პროგრამა, ანუ 4 თვიანი შრომის მერე მოკლედ მიმიღეს და ამ ზაფხულს ლონდონში მივდივარ სტაჟირებაზე და ძალიან მიხარია. და ეგ იყო ჩემი ყველაზე recent მაგალითი, რომ თუ შენ რაღაცას ხედავ, შეგიძლია. და აი ძალიან საყვარელი ისტორია მაქვს მაგაზე, რომ
წინა წელს, როდესაც ანუ უკვე ვიცოდი რომ ამ პროგრამაზე უნდა დამიწყო აპლიკაციების გაგზავნა, წინა წელს დავიწყე ანუ მთელი ცნობიერებით იმის თქმა, რომ მომდევნო ზაფხულს არ მცელია თქო. მომდევნო ზაფხული ანუ ამ ზაფხულს, როდესაც ეხლა სტაჟირებას გავაკეთებ ლონდონში. მთელი ამ ცნობიერებით. რომ აი, ხო მომდევნო ზაფხულს არ მეცლება, იმიტომ რომ სტაჟირებას ვაკეთებ ალბათ ლონდონში და არ ვიქნები საქართველოში. ხედავდი ამ ყველაფერს. ამას გარდა შემოდგომის პერიოდში, როდესაც ამ აპლიკაციას ვაგზავნიდი, მოკლედ ისე ხდება, რომ თუ ტელეფონზე გირეკავენ და თუ ზარი შემოდის UK-დან და UK-ის ნომრები წავ +44-ით, შენ იცი, რომ გირეკავენ ოფერზე. ანუ ისე არ დაგირეკავს არავინ, უარზე არ დაგირეკავს და ინტერვიუზე ისე არსაიდან არავინ არ დაგირეკავს. ამიტომ თუ იცი, რომ შენ შენთვის იხარ და უცებ ტელეფონზე ხედავ +44-ს, შენ იცი, რომ ოფერი გაქვს და შემოთავაზება მიიღე. მთელი ამ შრომის პერიოდის განმავლობაში მაგის ვიზუალიზაციას ვაკეთებ და ვხედავდი, რომ ჩემ ტელეფონზე შემოდიოდა ეს +44. და უბრალოდ ველოდებოდი, როდის შემოვიდოდა ეს არის ჩემთანაც. უნივერსიტეტიდან კიდევ რამოდენიმე სტუდენტი მოხვდა ამ პროგრამაზე, სხვა ბანკებში გადავანაწილეთ მოკლედ სტაჟირებებზე და რაღაცა პატარა გენგ ქონდა, რაღაცა 5 კაცი, რომელიც ძალიან დრაივში და გრაინდში ვიყავით, რომ ამ ბიზნესის მიგვეღწია და ერთ ამბებში ვიყავით და რო ვიცოდი ხოლმე რომ აი მან დაურეკეს მან ოფერი მიიღო, აი მეც ჩემსას ველოდებოდი მთელი მოთმინებით და არსით და გულით, რომ აი უბრალოდ ერთი ზარი მინდა და ანუ აი მახსოვს, როდესაც მართლა დამირეკეს და დაეწერა ჩემ ტელეფონზე +44 I knew I made it და აი საუკეთესო შეგრძნება იყო. ჯერ მარტო იმიტომ რომ რაღაცას ვიზუალიზაციას რო ვაკეთებ და მე ეს ყველაფერი მართლა ხდება. It's a feeling of like I knew it. ანუ ვიცოდი რომ ეს იქნებოდა თუ რაღაც. შესაბამისად ეს ყველაფერი ისე იქ მაბრუნებს რომ dream big. That's see the dream. See it with your whole heart. იმიტომ რომ როდესაც შენ გადაწყვეტ რომ ეს ყველაფერი დაინახო და შენი გახადო, შენ გახდება. მაგრამ თუ შენ თავში ეს შეიტან და იყვი რომ ეს ჩემთვის არ გამოგიო. მართლა არ გამოგიო. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შანსი იყო რომ არც მე არ გამოსვლა. But I guess we never know. არა, თავში არ მაქვს ამერკინელი მეგობრებო. უბრალოდ that's just the way I live. I dream big. I go for it. I jump with my whole body into it. და შემდეგ რაღაცები ხდება, ჩემს საზოგადოდ. და თუ არ ხდება, ესე იგი წინ უკეთეს რაღაცები მელის. იმიტომ რომ ვიცოდეთ რომ თუ შენს მაქსიმუმს გააკეთებ, არ არსებობს რომ რამე არ გამოვიდეს. არ არსებობს. მეშვიდე უნდა გვახსოვდეს big picture. ანუ სრული სურათი. ამ უნდა გვაუწყოს, რომ დღეს რო პატარა პრობლემა გვაქვს და ხოლმე პატარა პრობლემა გვექნება, ეს არ წყვეს არაფერს. ხანდახან დავაზუმაუთ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მარტივია რომ ყოველდღიურობაში დაიკარგო და ძალიან მარტივია რომ ამ ყოველდღიურობით დაისტრესო, უბრალოდ უნდა გვახსოვდეს სრული სურათი. იმიტომ რომ რეალურად არაფერი არის ისეთი მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი კარგად ყოფნა და ჩვენი ჯანმრთელობა. პირველ რიგში უნდა გქონდეს ეს ყველაფერი, ჯანმრთელობა და უნდა ვიყოთ მშვიდად და გადასარევად, მერე მოდის ყველაფერი დანარჩა. მარიკუნა მის ხოლმე ეგეთ რაღაცას მეტყვის ხოლმე, რომ ამაზე მეტი პრობლემა არ მოგცემოდეს დედი იყო და სუსტად, აი ეს ზიანდება, გახდა ჩემი მანტრა ბოლო 1 წლის განმავლობაში. რომ აი მეტი ამაზე დიდი პრობლემა არ მოგცემოდეს ცხოვრებაში. ანუ იმიტომ რომ იმდენად ვიცით ხოლმე რაღაც უმნიშვნელო რაღაცებისთვის ნიშნულობის მინიჭება და ნერვიულობა და დასტრესვა, რომ აი ხანდახან უნდა გავახსენოთ ჩვენ თავს, რომ აი მეტი მსგავს სისულელეებზე დიდი პრობლემა არ მოგცემოდეს. It's up to the universe. ამიტომ სულ გახსოვდეთ სრული სურათი. პირველ ჩემი learning არის ის, რომ აქ ყოფნის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გავიაზრე, რომ ადამიანებთან ჯიბში არ უნდა იყო. ძალიან მარტივია რომ ჯიბში იყო, იმიტომ რომ competitive თუ ხარ მით უმეტეს, სულ ცდილობ შენ თავში შეადარო სხვას და მე ამ შედარებით მიღებული ვალიდაციით დაიკმაყოფილო საკუთარი თავი, მაგრამ მე სხვანაირი მიდგომა მაქვს. ადამიანებს არ ვხედავ როგორც competitions, არამედ ვხედავ როგორც შესაძლებლობას, რომ მათგან ვისწავლო. ან თუ ვიღაც ჩემზე ჭკვიანია და ჩემზე მაგარია და ჩემზე გამოცდილია, ეს არის ჩემთვის мотиваცია. და ეს არის ჩემთვის ინსპირაცია. მიხარია მსგავსი ადამიანების გარშემო ყოფნა. რა ვიცი, რომ I can learn from them. და ჩემი აზრით ეგ არის არაჩვეულებრივი რაღაც. რო ჩამოვედი აქ პირველ კურსზე, იმდენად კომპეტიტივ გარემო იყო ჩემ კლასში, რომ წარმოუდგენელი იყო, ანუ
გრძნობდი ამ competition-ს, ანუ სულ ყველა გეჯიბრებოდა, ყველას რაღაცა ის ქონდა დასამტკიცებელი და აი ერთ ამბებში იყო ყველა. და ანუ ზოგადად ჩემი ბუნებითაც არ ვარ ეგ ტიპი. competitive ვარ ოღონდ საკუთარ თავთან. და აი ეს ვიცი დანამდვილებით. მარტო ვეჯიბრები საკუთარ თავს. და ხანდახან ამ საკუთარ თავთან ჯიბრში რომ ვახომე, რა თქმა უნდა, რაღაც მოცემულობებში იქნება საკმარისი, რომ სხვებზე უკეთესი ვიყო, რაღაც მოცემულობებში არ იქნება, მაგრამ ჩემი თავის საზომად არ მაქვს სხვისი მიღწევები benchmark-ად აღებული. და ამის გააზრებას ბევრი ახერხებს ძალიან გვიან. პირიქით, თუ თქვენს გარშემო ყავთ ადამიანები, რომლებიც თქვენ ბევრად გჯობიან, ეს არის არაჩვეულებრივი. თუ თქვენ შეგიძლიათ გაიზარდოთ, თქვენ შეგიძლიათ მათგან ისწავლოთ და შეხედეთ ამას როგორც თქვენი შესაძლებლობა და არა როგორც რაღაცა competition-ი, რომელიც უნდა დაძლიოთ და გადალახოთ და ნამდვილად ანუ შეიძლება healthy competition-ის იყოს, მაგრამ აი healthy competition არ work from competitions. მე ვუყურებ მსგავს რაღაცებს როგორც collaborations. Collaborate, learn from them, work together, you know, make a team, dream team. მეცხრე არის ის, რომ you get what you ask for. ზუსტად იმას მიიღებ, რასაც მოითხოვ. და ოღონდ რა თქმა უნდა, არ უნდა იყო რაღაცა arrogant და ცუდმხრივ არ უნდა ითხოვდე ამ რაღაცებს. უბრალოდ არ უნდა გეშინოდეს, რომ მოითხოვო. პასუხი არ უნდა გეშინოდეს, რომ მოითხოვო უკეთესი რეალობა. იმიტომ რომ როცა მოითხოვ, შემდეგ იწყება ესრულებები. თუ არ მოითხოვ, არასდროს არ მოგეცემათ. ესეც ილინკება იმ მაგალითთან, რაც აგამდე ვთქვი, რომ აი ჩემი მეგობრები, რომლებიც ასევე არაჩვეულებრივი არიან, ასევე არაჩვეულებრივი მშრომელები არიან და სრული capabilities აქვთ, რომ რაღაცებს მიაღწიონ, თავის თავს იძახდნენ, რომ ხო არა, ახლა მაშინ შენ კი, მაგრამ მე არ გამომივა, ანუ you don't even ask for it, so how do you know whether it's coming for you or not? მეათე learning არის ის, რომ shoot for the moon, and even if you miss, you'll end up among the stars. ან ოფიციალურად ჩემი მანტრა არის. ესიანადებაც. იმიტომ რომ მართლა ეგრე არის. ისევ და ისევ ილინკება. ჩემ მაგალითად თუნდაც ამ ბოლო მიზანთან დაკავშირებით, ამ საზაფხულო სტაჟირებაზე, თუნდაც სხვა მიზნებთან მიმართებაში, საერთოდ რაც კი მიზნად დამისახავს, ყოველთვის ეგრე იყო. ყოველთვის ვიღებდი საუკეთესო ვერსიას. აი საუკეთესოს დავიძახდი, რომ მინდა რომ ეს მქონდეს, მინდა რომ ამას მივიღწო, მინდა რომ აქ მივიდა და მინდა რომ ესეთი ვიყო. და ამისკენ რო ისწრაფვი, გზად იმდენ ამესწავლობ, იმდენჯერ იცვლება კიდევ შენ ტრაექტორია და იმდენად ადაპტირდები და იცვლები კარგისკენ, იმიტომ რომ როდესაც რაღაც მიზნისკენ მიდიხარ, განვითარება გიწევს. ხო ეს ძალიან ლოგიკური და გარდაუვალია და უბრალოდ ჩემს შემთხვევაში ეგრე იყო. საუკეთესოს დაუმიზნე და თუ საუკეთესო არა, ძალიან კარგში მაინც მოხვდები და ძალიან კარგი რაღაც მაინც დაგემართება. მაგრამ ეს იყო სულ რაც მინდა მეთქვა. გჯეროდეთ საკუთარი თავის. გახსოვდეთ, რომ შესაძლოა ყველა ვუშვებთ და რომ არაჩვეულებრივი შესაძლებლობის დაშვებამდე რომ ამ შესაძლებლობიდან სწავლობთ. გიყვარეთ ადამიანები და მათი განსხვავებულობები, იმიტომ რომ ეს გვხდის სწორად საინტერესოს და ეს ხდის კიდე ჩვენს რეალობას საინტერესოს, რომ ყველა ერთნაირები არ ვართ. Dream big. იცოდეთ, რომ ყველაფერს იმსახურებთ as long as you work for it. და trust the timing. ასე შევაჯამებ ჩემს 3 წლიან აქაურ გამოცდილებას, რომელიც მართლა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული იყო ჩემთვის და უმრავი რამ მივისწავლე და არ მჯერა რომ ეს chapter ჩემი ცხოვრების იხურება და რომ ესადე სტუდენტი ახარ ვიქნები მალე, ანუ ხშირად რამები დამომივიდეს. მაგრამ that's also life. So what's coming next, we'll see. I loved every part of it, even with the lows and highs, because there's no high without a low. That's the whole point. Რომ განვიცადოთ ვიყოთ ამ თავგადასავლების ნაწილი and to just live, because that's the whole point. That's a great reminder, because that's the whole point. There's no specific point, because this is the point. Today is the point. კოცნით, ვინც მიყურეთ, მადლობა, გამიხარდა. კოცნით.